ჩვენი შეკრების მიზანიც ნაწილობრივ ტექსტში მოგახსენეთ, რომ ეხა პროექტი გადის ვალიდაციის ეტაპს. ვალიდაცია გვჭირდება იმისთვის, რომ თქვენ როგორც დარგში მოღვაწე ადამიანებმა დაადასტუროთ რამდენად შეესაბამება ეს ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამა იმ სამ საგამართლებლო პროგრამას, საუბარია ინფორმაციის ტექნოლოგია, ქსელი და სისტემები და ქსელის ადმინისტრირება. საუბარი არის იმაზე, რომ ეს პროგრამა განიხილება როგორც ერთ-ერთი დამხმარე კლასგარეშე მასალა, რომელიც შეიძლება გამოადგეს ზოგადად მასწავლებლებს, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. აქ ამით ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, რომ რაიმე ასე ვთქვათ, ძირითადი სასწავლო მასალა იყოს რომელიმე კონკრეტული მოდულის. უბრალოდ იქ არსებული მოდულების დამატებით ერთ-ერთი კლასგარეშე მასალა შეიძლება იყოს თანამედროვე გამოწვევებიდან გამომდინარე. საუბარი არის IoT და 5G ტექნოლოგიებზე. ვერ შემოდის, რა ვიცი, რა გავაკეთო, არ ვიცი, ვერ შემოდის ზურაბი და სკრინი მაინც ჩააგდოს, გაჩვენოს რა სახის პრობლემა. ო, სკრინს აგდებს, რომ შავი ეკრანის უჩვენებს და ბრაუზერით ცდილობს გახსნას, მაგრამ ო, ბრაუზერით არ მუშაობს. არ ვიცი, ვერ გეტყვი. მე აპლიკაციით მაქვს გახსნილი, ისე ბაგავს ხოლმე ბრაუზერიდან კი. კი, ეგ შეიძლება იყოს ბრაუზერიდან ჩანს აქ ამ სკრინში, რომ ბრაუზერიდან ცდილობს გახსნას და ალბათ მაგიტო არ მუშაობს. მოგიყვეთ. ხო. ესე იგი, ჩვენი ამ პროგრამის სტრუქტურა როგორია, ჩვენ განმახორციელებლები, ასე ვთქვათ, ავტორებად, ვინც ვითვლებით, გახლავართ მე იაზონ დანელია, თქვენი მონამორჩილი და ქალბატონი ლილი კაცაძე, რომელიც ჩვენთან ერთად არის დღეს. და ერთობლივად ვქმნით ამ მასალას სხვადასხვა ინტერნეტ რესურსების გამოყენებით. აქ ქონდა ჩვენ რამოდენიმე სასწავლო პროგრამა edX-დან, კურსარეადან, Cisco-დან და სხვადასხვა პლატფორმებზე არსებული მასალების თარგმნით, ასე ვთქვათ, ესეთი ტიპის ჩონჩხი შევქმნით ამ თემაზე და ამ თანმიმდევრობას ახლა გაჩვენებთ რა როგორ არის აქ დალაგებული. ასეთი სტრუქტურა გააჩნია ზოგადად ამ პლატფორმაზე, აქ რა პლატფორმაც არის ზოგადად LMS GeoSkills-ზე, ანუ უნარების სააგენტოს მიერ შექმნილ პლატფორმაზე, ასე ვთქვათ, ამ ფორმას, ძირითად პლატფორმას ჩვენ ვერ ვცვლით, როგორც არის ამის მიხედვით ვაკეთებთ, რა ინსტრუმენტებიც აქვს, იმ ინსტრუმენტებს ვიყენებთ და ამ შესაძლებლობებს ვცდილობთ მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, მოვერგოთ, რაც არის აქ, რა ინსტრუმენტებიც არის. ძირითადად Moodle-ის პლატფორმაზე არის ესა და არის H5P ინსტრუმენტები ინტერაქტიული რესურსებისთვის, ინტერაქტიული, ვთქვათ, დავალებები, აქტივობები, ტესტი იქნება თუ სხვა, ასე ვთქვათ, თვითშეფასების ინსტრუმენტები, რომელიც სწავლის პროცესში ეხმარება სტუდენტს. და ასევე სწავლების პროცესში მასწავლებელს. ესეთი ფორმაა, მოკლედ თავში შესავალი გვაქვს. ტერმინთა განმარტება ლექსიკონი, მას აქვს ელექტრონული, გულისხმობს ეს ელექტრონული ლექსიკონი იმას, რომ თითოეული უცხო სიტყვის განმარტება აქ რაც აისახება, ის ილინკება როგორც განმარტებითი ნებისმიერი სიტყვა. აი მაგალითად სხვა რომელიმე თავზე რო გადავიდეთ,
და აი აქ ლინკების სახით რაც ჩანს, მაგალითად აგერ RAM Radio Access Core Network და აი სხვა მსგავსი უცხო ანუ დარგის ტერმინები ამისთვის გაკეთებული არის ლექსიკონი. ამაზე დაკლიკებით გადავდივართ ლექსიკონში და შეგვიძლია ვნახოთ სრულყოფილი განმარტება. ან აქვე ვნახოთ ეს განმარტება. აი აქვე არის ეს განმარტება. ესეთი ფორმით ჩნდება ხოლმე. ჩანს ხო თქვენთანაც? კი, ჩანს რა თქმა კი, უნდა. ხო, აი ესეთი ფორმა აქვს ამ ლექსიკონს. შემდეგ სტანდარტულად მიყვება შესავალი, რას ეხება ეს პროგრამა, რა თემები არის განხილული ზოგადად, ეს საკითხები. ფორმატი, აი, გვაქვს როგორც ტექსტის, ასევე შევეცადეთ მაქსიმალურად ყოფილიყო ეს ანიმაციები შიგნით და ვიდეო ინსტრუქციაც, იმიტომ რომ აღსაქმელად უფრო კარგი არის დასწავლისთვის, კარგი ინსტრუმენტია. და ასევე გვაქვს ესეთი ინტერაქტიული ინსტრუმენტები, რომელიც თვითშეფასებისთვის ეხმარება სტუდენტს, რამდენად იცის რაღაც ესა თუ ის საკითხი აქ ავსებს აი ამას, გადადის, ეუბნება პასუხს სწორია თუ არა, ან ზუსტ ასე ვთქვათ, შესაბამის პასუხს ეტყვის აი აქედან. და ესეთი ფორმით, ასე ვთქვათ, თვითშეფასებისთვის აი ესეთი ინტერაქტიული რესურსი თითქმის ყველა თემის ირგვლივ არის. ეს არის drag drop, ანუ გადათრევის Word-ის ტექსტის გადათრევის მეთოდი, რომ აი ეს შევავსოთ და ესეც თვითშეფასებისთვის ჯერდება სტუდენტს რამდენად დაეუფლა, ანუ ეს თითოეული აქტივობა, აი ქვემოთ რაც არის ხა ეს აქტივობა, არის ამ ტექსტის ირგვლივ. ანუ წაიკითხა ტექსტი და რამდენად გაიგო ეს ტექსტი, აი ამის დასადასტურებლად გამოადგება აი ეს ქვემოთ არსებული აქტივობა. აი ესეთი მსგავსი აქტივობები ყველა თავის ქვემოთ შეგვხვდება. აი ესეთი ფორმის აკორდეონი ქვია ამ ინსტრუმენტს, H5P, ანუ H5P ინსტრუმენტი არის. რომელიც გვეხმარება ესეთი ფორმით წარმოვადგინოთ ეს ტექსტი. ანუ ვიდეო მასალა, როგორც გითხარით, არის თითქმის ყველა თავის ქვეშ. ეხლა მე შინაარსობრივ ნაწილში აქ ძნელი იქნება, დიდი არის მასალა და ყველაფერი ასე ვთქვათ მოვყვე. უბრალოდ ვიტყვი, მოკლედ ვთქვათ, როგორ შეიძლება წაიყვანოს მასწავლებელმა, ანუ სწავლების პროცესში, ან თვითონ სტუდენტმა მარტო შეუძლია წაიკითხოს ან ისწავლოს. ან შეიძლება მასწავლებელმაც ასე ვთქვათ, ჩართოს როგორც დამატებით მოდულად რომელიმე პროგრამაში და როგორც ერთ-ერთი არჩევითი ან დამატებითი მოდული ან დამატებითი კლასგარეშე ლიტერატურა ესე გამოიყენოს და ასწავლოს ამ ტექნოლოგიის შესახებ. კიდევ შეიძლება გითხრათ. ხო, აქ ეს ვიდეო მასალა ძირითადად არის ინგლისურენოვანი, ქართულენოვანი ვიდეოების გაკეთება ამ მოცულობით, ამ რაოდენობით, ამ პროექტის ფარგლებში, ვთქვათ, შეუძლებელი იყო ჩვენს ძალებს აღემატება, ამიტომ ვთქვათ, გადავწყვიტეთ, რომ უბრალოდ ეს ვიდეოები გაგვეთავსებია შესაბამისი თემატიკის მიხედვით და სუბტიტრებით, ქართული სუბტიტრები ექნება ვინც ახლა კარგად ვერ აგებულობს ინგლისურ ენაზე ამ მასალას. გვაქვს ესეთი, ვთქვათ, სლაიდ შოუები, რომელიც ასე ვთქვათ, ალამაზებს უბრალოდ ამ ტექსტს და უფრო ეფექტურს ხდის და ასე ვთქვათ, არ იქნება ისე მოსაწყენი, როგორც ვთქვათ, PDF ფაილის წაკითხვა, ან სხვა ნებისმიერი წიგნის წაკითხვა. აი, ეს ასეთი ფორმის
აქტივობები გვაქვს გამოყენებული სწავლების დროს. ეს ალბათ თქვენც ნახეთ, ხო? თვითონ გაათვალიერეთ სულ ყველამ. კი, მე პირადად ვნახე, კი. კეთილი. აქ გვაქვს ტესტი თუ გამოგიჩნდათ. აი ესეთი ტესტი არის. ყოველი თავის ბოლოში გვაქვს ტესტები, იმ თავის შესაბამისი. ეს უკვე განსაზღვრელი შეფასებისთვის გამოდგება. კითხვების რაოდენობა ბევრია, შერეული შეგვიძლია იყოს, ანუ მეორე მცდელობის დროს ერთ და იგივე კითხვაზე პასუხის გაცემა არ მოუწევს. ირევა კითხვები და ახალი კითხვები ემატება, მოკლედ ამაში შეზღუდულები არა ვართ. გვაქვს ასევე პრაქტიკული დავალებისთვის აქტივობა, ესეთი დავალებას ჩამოწერთ Word-ის სახით და წაიკითხავს რა, ასე ვთქვათ, რა ევალება ამ დავალების ქვეშ. შემდეგ აქ გვაქვს სლაიდები არის და რაღაცა ის. აქ იგივე თემა მეორდება. კიდევ რა მინდოდა, ხო, მეთქვა. გვაქვს packet tracer-ის აქტივობა. ეხლა სიმულატორი ზოგადად სიმულატორები ბევრი არ არის, აქ ბევრი არჩევანი არ გქონდა. იმიტომ გამოვიყენეთ სავარჯიშოსთვის packet tracer-ის დავალება. ანუ ესეთი დავალება გვექნება, რომ რაღაც მოდელირება გააკეთოს ჭკვიანი სახლის, იქ რაღაცა IoT მოწყობილობები დაამატოს. შესაბამის უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, ქსელური შესაბამის პროტოკოლების გამოყენებით, გვაქვს მული ამ packet tracer-ის ჩამოსატვირთი. მაგალითად, მე შევთავაზე ნიმუშად ესეთი ვარიანტი. ქმნის აი ესეთი ჭკვიანი სახლის მოდელს და აწყობს ესეთი სხვადასხვა სენსორების გამოყენებით აი ამ ქსელს. ამითი ახლა ჩვენ არ გვქონდა ამ პროექტის ფარგლებში საშუალება, რომ ფიზიკურად ეს მოწყობილობები გვეყიდა და რაღაც Arduino-ს ან სხვა, ასე ვთქვათ, მოწყობილობის საშუალებით ფიზიკურად შეგვემოწმებინა, გაგვეტესტა ეს როგორი იმუშავებდა და ესეთი დავალება გქონდეს. თუმცა რეალურად როცა დადგება ის დრო, როცა განხორციელების მომენტი იქნება, კოლეჯს თავისუფლად შეუძლია, რომ ეს რაღაცა სენსორები, მოწყობილობები შეიძინოს და როგორც ვირტუალურად packet tracer-ის გამოყენებით, ისევე ფიზიკურადაც ესეთი მოდელირება მოახდინოს პრაქტიკული სწავლებისთვის, მოკლედ. შემდეგ. ხო, აქ ტექნოლოგიების რა გამოიყენება, რა პროტოკოლები გამოიყენება, ზოგადად თეორიული ნაწილი არც ისე ცოტა არის. შეიძლება რაღაცა მასალები ერთმანეთს ფარავდეს კიდევაც და მსგავსიც იყოს და ამ ამბავს ჩვენ არ მოვერიდეთ, იმიტომ რომ უბრალოდ ერთხელ მაინც თუ წაიკითხავს, ხო, სტუდენტი აი ამას რაღაცა ინფორმაციას მაინც წაიღებს ძალიან დიდ ნაწილს თუ არა, ანუ სასარგებლო მაინც იქნება ყველა შემთხვევაში. და კიდე რა მინდა так. ხო, ძირითადად ეს არის, აი ესეთი ფორმატი გვაქვს. მეორდება თითქმის ყველგან ერთი და იგივე ინსტრუმენტები. ნუ მასალები და თემატიკა არის განსხვავებული. ეხლა თქვენთან მექნება შეკითხვა, ასე ვთქვათ, რამდენად
ასე ვთქვათ, სწორად არის დალაგებული თემატიკა, ან რამე შენიშნა ხომ არ გაქვთ, ან შეკითხვა, ან რა ვიცი, შესასწორებელი კორექტირება ხო ჭირდება რამეს? იაზონ, მე შეიძლება გითხო? რა თქმა უნდა. იაზონ ბატონო, შენ უფრო იქნები საქმის კურსში. გარდა აი ამ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა, რასაც არის მესამე, მეოთხე, მეხუთე დონის პროგრამა, რაც არის. ამის გარდა აი პროფესიულ სწავლებაში არის რამე საგანმანათლებლო პროგრამა მობილურ სატელეკომუნიკაციო კავშირგაბმულობის სისტემებთან მისადაგებული, რამე არის? სხვათა შორის ძალიან მწირი ინფორმაცია. ეს არის Cisco-ს პლატფორმაზე არის ძირითადად. Cisco-ს პლატფორმაზე არის განხილული IT Essentials-ში ეს თაობები, მობილური ქსელის თაობები, ისიც მოკლედ. ნუ განსხვავებებია ძირითადად. აი საგანმანათლებლო პროგრამა ხო არ არის რამე ჩაშვებული? მე არცენია არაფერი მსგავსი. თუ შეიძლება ჩაგერთვებით, გამარჯობათ, მოგესალმებით ლილი ვარკაცაძე. კი, გიგა, მე მახსოვს, რომ ვეძებდი მოდულებს, შემხვდა ასეთი და სხვათა შორის მე მგონი GPS ქონდა. ანუ ტელეკომუნიკაციებთან დაკავშირებული პროფესია. შეიძლება ვცდები GPS არა და რომელიღაცა სხვა სასწავლებელი იყო და ვიცი რომ არსებობს რა ერთი სიტყვით და საერთოდ რომ აქ მიმართულებით მეტი ყურადღება იყოს მიქცეული, ეგეც ძალიან კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ და იქ თუ არსებობს აი ეს თემატიკა, რაც აქ არის განხილული, არა მხოლოდ იმ თქვენ რომ ამახვილებთ ყურადღებას ამ სამ პროგრამაზე, იქაც იქნება აქტუალური თავისთავად. აქტუალური იქნება, კი, მაგრამ მე მგონი საკითხები არა აქვს შეტანილი, მე ესე მახსოვს, იმიტომ რომ მოდულები დავათვალიერე მაშინ. შემიძლია ახლაც გადავამოწმო. ანუ რას სულისკვეთებით კითხულობ, ვიცი? აი ბოლოს იმაზე კითხვის შინაარსთან რომ მივიდეთ, აი იაზონმაც რამოდენიმეჯერ ახსენა, როგორც დამატებითი მასალა და კლასგარეშე ლიტერატურა და ასე შემდეგ და ჩემი აზრით ასეთი დალაგებული მასალა იდეალური იქნება თუ ზუსტად რომელიმე სწავლის შედეგს ან რომელიმე შეფასების კრიტერიუმთან იყოს პირდაპირ ბმაში და ასეთ შემთხვევაში სტუდენტისთვისაც და მასწავლებლისთვისაც დამატებითი ინტერესის წყარო იქნება აი ამ რესურსებთან წვდომა და მეტი ყურადღება მიექცევა და ის რო ჩვენ გვინდა რომ ამ თემაზე ისაუბრონ და გაიგონ მათ შორის ეხლა ვალიდაცია რომ მიმდინარეობს, ხო არ წამოვაყენოთ საკითხი რომ რადგან ესეთი მასალა გაჩნდა და არსებობს, რაღაცა ინტერპრეტაცია, დასახელება, სწავლის შედეგის ან შეფასების კრიტერიუმი მოვარგოთ ზუსტად ამ თემას და მე ეს მასალა მიუთითოთ როგორც სასწავლო რესურსი. გიგა, ჩვენ პროექტს რომ წერდით, იასონს კარგად აქვს ეგ კავშირები. ქსელთან აქვს ძირითადად იასონს თუ გახსოვს შენ თუ არა და გავხსნი ამ. კი, ანუ როცა ვადასტურებდით ჩვენ აქტუალობის საკითხს, ეგ გვიწერია კომენტარებში, რატომ მიემართება ამ მოდულებს, ქსელს და IT-ს ზოგადად. კრიტერიუმებზეც იყოს. და კავშირები იასონმა დაწერა მაშინ და შემიძლია ნახო და დაგიდასტუროთ კონკრეტულად რა კავშირები მოგძებნეთ არსებულ მოდულებთან, შედეგებთან და კრიტერიუმებით. ეხლა რა არის ჩვენი მხრიდან ცოტა რაღაცა ეს უხერხულობის მომენტიც არის, რომ რაღაცა გავაკეთეთ რაღაცა მასალა და მოდი ეხლა რომელიღაცა მოდულს მივაბათ, როგორც აუცილებელი მოდული. ეხლა მასწავლებლების ჩართულობა და მათი კომენტარი, მიტომაც არის საჭირო, რომ მათ თვითონ შეაფასონ ეს საჭიროება და თვითონ დაინახონ აქტუალობა ამ საკითხის. ეხლა ზოგადად ტენდენცია რა არის? ტენდენციას რო შევხედოთ. ტენდენცია არის, რომ ყველა მოწყობილობა ხდება ქსელური. ასეა, ხო? ვთქვათ, რა ვიცი, მობილური ტელეფონებიდან დაწყებული იქ ტოსტერი იქნება თუ სარეცხი მანქანა, ყველაფერი ასე ვთქვათ, მანქანებში თუ
ინდუსტრიაში თუ ყველა სფეროში საერთოდ გავიხედავთ, ყველგან ეს მოწყობილობები ხდება ჭკვიანი, ანუ ქსელური ხდება. შესაბამისად, რაოდენობა იმატებს არითმეტიკული თუ გეომეტრიული პროგრესიით ამ მოწყობილობების. შესაბამისად, ჩნდება სხვა გამოწვევებიც, უსაფრთხოების საკითხები, სერვისის მომსახურების, მხარდაჭერის და ასე შემდეგ. ამ მოწყობილობებს ჭირდება შესაბამისი მხარდაჭერა. ანუ კადრების საჭიროება არის, ხო, აქამდე მივდივართ. ანუ დღეს რატო ვერ ვითარდება საქართველოში ისე სწრაფად და იმ ტემპით ეს მიმართულება? იმიტომ რომ პირველი არ აქვს შესაბამისი კადრები, რომელიც უზრუნველყოფს ამ ინფრასტრუქტურის მართვას და მათ მომსახურებას და მეორე ეკონომიური ფაქტორი არის, ახლა ეკონომიკის განვითარებას მოყვება ხოლმე ამ სიკეთეებით სარგებლობის ესენი, ხო, მომენტები და მომავალი არის ეს ყველა შემთხვევაში, ანუ როგორც კი ეკონომიკა განვითარდება თუ როგორც ვითარდება ნელა თუ ჩქარა, ყველა შემთხვევაში რაოდენობა იზრდება, პროგრესირებს და წლითიწლად უფრო მეტი საჭიროება ჩნდება IT სპეციალისტების ამ მიმართულებით, ხო? ამიტომ ახლა საჭიროება რო არის, ვიღაცამ ხონდა ასწავლოს, ახლა ისე ხო არ მოვა თავისით ეს ყველაფერი. ანუ ეს არის ერთგვარი დამხმარე მასალა. ანუ დასაწყისი არის, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით, რომ რაღაც თეორიული მასალით აზრზე მოვიდეს ადამიანი, თორე დანარჩენი ახლა ტექნოლოგიურად რა ასე ვთქვათ ბრენდები იქნება გამოყენებული, რა თავისებურებები აქვს ამ ბრენდებს და ასე შემდეგ, ეს კიდე ცალკე საკითხები არის და ეს უკვე მე შემდეგ სასაუბრო თემა არის. ისევე როგორც ახლა ქსელური ზოგადი ტექნოლოგიები ისწავლება სასწავლებლებში და შემდეგ ახლა ის Cisco-ს გამოიყენებს Microtix თუ Aruba-ს თუ FortiGate-ს, ეს უკვე ცალკე განვითარების საკითხი არის. ზურაბი შემოსულა, კაცო, აღარ არის? ბატონო ზურაბ, ხელი აქვს აწეული, მოგესალმები. საღამო მშვიდობის ბოდიში ტექნიკური ხარვეზის გამო კი, აი ამიტომ გჭირდება უფრო მეტი სპეციალისტი ქსელების მიმართულებით, რომ ესეთი ხარვეზები არ იყოს. მადლობა იაზონ, მართლა ზღვა მასალა გაქვთ გაკეთებული, მე რასაც გადავხედებ, შეიძლება ამაზე ისაუბრეთ, რაც მე მინდა ვიკითხო, მაგრამ მაპატიეთ დაგვიანებისთვის. გავეთ ეს აკრედიტებულია უკვე და თუ კი სასწავლებელს უნდა მაგალითად განახორციელოს ეს რამდენად არის შესაძლებელი, თუ ეს მოდულებად არის დაყოფილი, რამდენი მოდულია და რამდენი კრედიტია ჯამურად, რომ ეს სამბები გავიაროთ თუ არ შესაძლებელი. ო, ძალიან კარგი შეკითხვა არის, მადლობა, დიდი მადლობა ბატონო ზურაბ. ესე იგი, ჯერჯერობით ეს ჩაშვებული არ არის Excel-ში, აი ეს მასალა. ჩვენ ჯერ ქმნით აი ამას მასალას, ეს პროცედურა ესეთია, რომ ესე სურათი დაგანახოთ. ანუ ამ მასალას ქმნით, შემდეგ ვალიდაციას გავდივართ თქვენთან ერთად, ექსპერტებთან, მასწავლებლებთან, დაინტერესებულ მხარებთან ერთად. ვალიდაცია ნიშნავს, რომ თქვენ ახლა მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ, ამ შესაბამის კითხვაში თქვენს პოზიციას დაადასტურებთ, ხო, ამ ფორმაში, კითხვის ფორმაში. ამ კითხვას მე წარუდგენთ ჩვენ უნარების სააგენტოს. სააგენტო შეხედავს ამ ყველაფერს და ნახავს, რომ ყველაფერი წესრიგშია, შეესაბამება და მიემართება იმ პროგრამებს, რომელზეც გქონდა საუბარი. ამის შემდეგ ეს პლატფორმაზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა სასწავლებლისთვის. ამისთვის კეთდება ეს პროექტი ზოგადად, რა თქმა უნდა. რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. აი თქვენ მაგალითად იმართალია ჩვენ კურსის ავტორები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა მე ჯიბეში მიდევს ეს კონსპექტი და შენ არ გაჩვენებ. ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, რა თქმა უნდა, თქვენ როგორც მასწავლებელი ამ სტატუსით იქნებით ამ კურსში, თქვენი სურვილის შემთხვევაში და თქვენ ამ რესურსს გამოიყენებთ სწავლების პროცესში. თქვენ სტუდენტს ჩართავთ შემდეგ ამ კურსში და სტუდენტს ექნება სტუდენტის სტატუსი. თქვენ შეგეძლებათ იქ რაღაცა გამოცდა ჩაურთოთ, ტესტი ჩაურთოთ, ან სერტიფიკატი გასცეთ, ან არ გასცეთ. აქ სერტიფიკატი გაიცემა ამ კურსის ბოლოს. აი ეს არის კურსის სერტიფიკატი, თუ ნახეთ ავიცი. და ამ კურსის სერტიფიკატის გაცემა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად
აქტიურად ასრულებდა წინარე ამ მასალას. ანუ ყველა ტექსტი უნდა წაიკითხოს, შემდეგ ეს აქტივობები უნდა შეასრულოს, ქვიზები უნდა გააკეთოს, ტესტი უნდა დაწეროს. ამ ბარიერს თქვენ დაუწესებთ. ჩვენ ზოგად ბარიერს ვაწესებთ, რომ დაახლოებით 80% იყოს, მაგრამ თქვენ შეგეძლებათ ამის ლავირება, როგორც მასწავლებელს, თუ თვლით, რომ რაღაცა ღირსია, ვიღაცა და აქვს კომპეტენცია სტუდენტს, დაუდასტურებთ ამას და გაიცემა ეს სერტიფიკატი უნარების ააგენტოს, ასე ვთქვათ, სახელით ერთგვარად. ჩვენთვის როგორც ცნობილი არის, ესეთი პროცედურა იქნება. რამდენად ზუსტად გავეცი თქვენს კითხვას, ეს იყო რა. იაზო, კრედიტების რაოდენობა ჯერ ვიცით თუ არ ვიცით რა? 2 კრედიტი დავთვალე დაახლოებით ახლა მე, მაგრამ მასალა დიდი არის და რა ვიცი ეს კრედიტი ცოტა პირობითიც არის სხვათა შორის, იმიტომ რომ ზოგიერთი ახლა ცოტა დროს ანდომებს რაღაცის სწავლას, ზოგი დიდ დროს. აქ ახლა ბევრი მასალა არის, ჩადებული არის ბევრი ვიდეოები დამხმარე მასალისთვის, ახლა ყველა რომ ნახოს, ის ვიდეოებიც რომ ნახოს, ტექსტიც რომ წაიკითხოს, ქვიზებიც გააკეთოს, ტესტებიც გააკეთოს, ეს 2 კრედიტზე მეტი გამოვა დროში. მაგრამ ახლა რატო გავაკეთე ისე რომ ბევრი ვიდეოები დევს, ხო ესე მედალელი მე ესე მოვიფიქრეთ რომ ესე ვთქვათ, იყოს ეს სასწავლო მასალა, ვისაც ღრმად აინტერესებს რაღაც კონკრეტული ტექნოლოგიის შესახებ, რომ გაიგოს, ბატონო, აგერ არის ნიმუში და წაიკითხოს, გაიგოს, ხო? მივცეთ მას შესაძლებლობა. ვისაც ზერელეთ უნდა და ზოგადად უნდა იმისთვის, რომ უბრალოდ სერტიფიკატი აიღოს და რაღაც დონეზე დაადასტუროს თავის ცოდნა, ეს საშუალებაც არის. ერთი რაღაცა მომეწონა კიდე ამ კურსში, რომ IoT რო შემოიტანეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმდენად ბევრი სისტემა შემოდის უკვე დღევანდელ დღეს რა, და ზრდის ქსელის დატვირთულობას, რომ და შესაბამისი სპეციალისტები არ არიან, ახლა იაზონმა კი იცის, რომ ამ მიმართულებით ჩვენ რამდენიმე წლიანი გამოცდილება გქონდა და ყოველთვის ერთაიგივე პრობლემა, რომ აი კადრების დეფიციტია საშინელი, იმიტომ რომ რეალურად საუნივერსიტეტო პროგრამა ამას ვერ ეწევა. ახლა რომელიმე უნივერსიტეტში თუ ისწავლება IoT ცალკე, არ ვიცი, ნუ სამაგისტროზე კი, რამდენიმე უნივერსიტეტში პროგრამას შემუშავებაზე ვიყავი ჩართული ამ ხრივ, მაგრამ ჯერჯერობით სპეციალისტების რაოდენობა არ გვყავს სამწუხაროდ, არა და ძალიან მოთხოვნადია და ხშირ შემთხვევაში, მაგალითად ბათუმში საჭიროება ხდება, რომ უცხოეთიდან მოიწვიონ ესეთი სპეციალისტები, აი მაგალითად BMS-ის რაიმე პრობლემა თუ იქნება, ან თურქებს იწვევენ და ან იტალიელებს და კოლოსალური რაოდენობის თანხას უხდიან, იმიტომ რომ ადგილზე სპეციალისტი არაა საკმარისი რაოდენობით ჩვენთან მაგალითად. ბატონო, ეხლა ამის მადლობა ბატონო იაზო. გაგიმარჯოს ბატონო ზაზა. მოგესალმებით. შეიძლება მე გამოვხატო ჩემი მოსაზრება თქვენის ნებართვით? რა თქმა უნდა, სიამოვნებით გისმენთ. მოგესალმებით ყველას. წარმატება მინდა ამ პროექტს უსურვო და ყველა ჩვენთაგაც როგორც მასწავლებლებს, როგორც დაინტერესებულებს, ჩვენთვისაც ახალი ხილია პრინციპში და ჩვენ სწავლობ და მე ვასწავლით. ერთი აზრი დამებადა ესეთი ბატონო იაზონ და ბატონო კოლეგებო. აი ჩვენთან მე მახსოვს რაღაცა გარკვეული წლის წინ ტექნოპარკის პროექტი რო შემოვიდა, ამას შემოქონდა ახალი ტექნოლოგიები. და თქვენ მგზავრეთ ბატონო იაზონ ჭკვიანის სახლთან დაკავშირებით. და მე მახსოვს ერთხელ სტუდენტებს შესთავაზეს მისვლა Arduino-სთან დაკავშირებით ყოველს მოგეხსენებათ ეს პროგრამირების რაღაცა მიმართულებაა და იქ დავესწარი ერთხელ და პიროვნებას ჰქონდა ჩამოტანილი თვითონ მოწყობილობები, ნუ რობოტების სახით, რომელიც ააგო და რაღაცა კომანდები მისცა და შეასრულა. მსგავსად ამისა ტექნოპარკის ფორმატში ან მსგავსი რაღაცა რომ შეიმუშაოს ადამიანებმა და პრაქტიკულად რომ დავაინტერესოთ ადამიანები აი 5G-ის მიმართულებით და თუნდაც პატარა რაღაცა შევქნათ აი ჭკვიანი სახლის პროგრამის ფარგლებში ხო არ შეიძლებოდა ამაზე ფიქრი, იმიტომ რომ ეს უფრო საინტერესოს გახდიდა. ჩემსაც ვიზახი რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, პოპულარიზაციას ეს გასწევდა, წინ გასწევდა, იმიტომ რომ რამდენჯერ მოვიდნენ ჩვენთან და პრომოუშენი გაუკეთეს ამ ყველაფერს, არ დაინტერესდა და როცა მიიყვანეს ადგილზე და ნახეთ, ეხლა ჩვენთან გამოიკეთა ხუთეულში არის ერთ-ერთი რობოტოტექნიკით დაკავებული Arduino-ს მიმართულებით.
ბავშვი მერვე კლასის მოსწავლე გამიგეთ. აი ინტერესი წინ წაწია, როდესაც პრაქტიკულად ნახ. საწყისი კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ ამ საწყის რო საფუძველი ქონდეს საძირკველი როგორც სახს ისე მე მგონი მსგავსი რაღაცა ან მსგავსი ფორმატი შექმნა არ იქნებოდა თუნდაც რა თქმა უნდა რესურსებთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა მაგას თალკე მოწყობილობები სჭირდება, თავის სპეციალისტი სჭირდება. აგერ ამ ბატონს რომელიც შეგვეხმიანა მაგას დავესწრები ახლა მე აქ ჩვენთან არის ზუგდიდი მოლი ესეთი და ამის ტექნიკურ სამსახურში რო ვარ. ჩვენთან როდესაც ითიშება ზევით BMS-ი, მოდის წარმომადგენელი თბილისიდან თქვენ წარმოიდგინეთ უკავშირდება თურქეთს და თურქეთმა უნდა გამართოს იქიდან ქსელით ჩვენი BMS პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია ახუებით. აი ზუსტად მაგას პირდაპირ კავშირი ხო აი მაგ ბატონმა რო თქვა, მაგიტომ ეხლა უცებ დამებადა ეს აზრი და აი იმ ტექნოპარკი და ყველაფერი დავაკავშირე. პირდაპირაა კავშირში თუ ირიბადარი ნაღდა დეფიციტია. ჩვენთან დროგაზის BMS და თურქეთს უნდა დავაკავშირდეს რომ ლიცენზიის რაღაცა თანხა გადავიხადოთ სიტყვაზე. ნუ ჩვენ არ ვიხდით ეხლა კიდე თალკე თემაა, მაგრამ რაღაცა თანხა უნდა გადავუხადოთ თურქეთს, თურქ სპეციალისტებს. იმისთვის რომ მოგვცეს საშუალება რომ ეს პირდაპირ ახუებს დაუკავშირდეს და აქედან მართოთ კომპიუტერიდან. აი თქვენ წარმოიდგინეთ და პლუს კიდე უფრო მეტსაც გეტყვით. ეს მთელი დღე ველოდება ის თბილისელი ჩამოსული აქეთ. თქვენ წარმოიდგინეთ 400 კილომეტრი ჩამოვიდა თუ 300 არა აქვს მნიშვნელობა. და ის თურქი ახლა რაღაცა სადაც გასასვლელი ქონდა, მე მოვიდა 6 საათი და მეორე დღემდე ელოდება მაგას სანამ შემოვა. ეს ცოდნის დეფიციტია თუ ჩვენი სიზარმაცეა, ჩემს პრაქტიკას გეუბნებით, რაც მე ვნახე, ძალიან გული დამწყდა, რომ ესეთი სიტუაციაა ჩვენთან. რაც კი ჩამოვიდა შნეიდერით აწყობილები გერმანული აპარატებით, ყველა ახუები ჩვენთან თურქულია. აი, რა ვიცი, ისე გაიმართა ტექნიკურად ეს თურქები და ისე მიიწევს წინ რაღაცა გეგონება ჩვენ ძველი იმის საქართველოს და კოლხური წარმოშობის კი არა, საიდანღაც ეხლა წარმოშობილი ვართ, ალბათ 2 საუკუნის მეტი კი არა. ხო და მიიწევს ის ხალხი წინ და აი მსგავსი რაღაცა განვითარებები ჩვენ ჭირდება, თორემ ეს შორს არ დაგვიყვანს მე მგონი. და ტვინების გადინებაც არის, რა თქმა უნდა, ის აზიური ისინი შემოდიან ახლა კომპანიები და თანხობრივად მეც უხდიან ჩვენ სპეციალისტებს, თქვა სპეციალისტების რო არ არის მაგიც არ არის, მაგრამ უფრო მეტი გჭირდება საიმისოდ, რომ უფრო განვითარდეს. ცოტა გამიგზავნდა და ბოდიშგებს. არა, ძალიან საინტერესო იყო, დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ დასაწყისი არის, ანუ ყამირს ესე თქვა წეხავთ ჩვენ ამ ეტაპზე, როცა რაღაც თეორიულად გებულობთ რა ხდება ტექნოლოგიებში მსოფლიოში. ხოლო ეს მისი იმპლემენტაცია, გამოყენება პრაქტიკულად და დანერგვა და განხორციელება ეს ჯერ რამდენი ეტაპებია ჩემზე უკეთესად მოგახსენებათ, იმიტომ რომ ჯერ ამას კადრები ჭირდება მასწავლებლის სახით, ვინც თვითონ გადაემზადება და თვითონ ეწოდინება IoT-ის გამოყენება და შემდეგ რომ ასწავლოს სტუდენტს. ეს ასე მარტივად არ მოხდება. აი როგორც ზურაბმა თქვა კიდე რომ ზურაბის აქვს გამოცდილება, მე ვიცი, წლების განმავლობაში ჭკვიანი სახლის მიმართულებით მუშაობენ, ორგანიზაცია აქვს და გარკვეული შეკვეთებიც აქვს, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით. ბევრი არა, ეკონომიკის რაღაც დაბალი განვითარების გამო, მაგრამ ნუ სხვა მიზეზებიც აქვს ამას. და ესე იგი, რომ არსებობს ეს მოთხოვნა და საჭიროება, რომც გაჩნდეს ახლა თქვა დღეს, რომ 100,000 ადამიანს მოუნდეს, თქვა ჭკვიანი სახლის მოდელის შექმნა თავისი სახლის მაგალითზე, ხო, თქვა იქ რაღაცა ტელევიზორი თავისი ჩაერთოს თუ კარები თავისი დაიკეტოს თუ რაღაცა შუქი ჩაქრეს თუ ტემპერატურა დარეგულირდეს თუ ასე შემდეგ დისტანციურად მიმართოს ეს ქსელიდან აი ამის აწყობას ახლა ამის კომპანიებიც არ არსებობს, ან ორგანიზაციაც არ არის, ვისაც მიხვალ, ფული მაქვს, ახლა რამდენი წმინდა, რეზ ჭირდება, მივალ ორგანიზაცია და მოდი ამიწყე ახლა ეს რაღაცა, ხო? ან საწარმოო ხაზი უნდა ვიღაცას რაღაცა გააკეთოს. ორგანიზაციაში უნდა შეიძლება რაღაცა სისტემის ავტომატიზაცია მოხდინოს, ხო? ესეთი ორგანიზაციები ბევრი არ მეგულება. აი მე ერთი მეგულებოდა ზურაბის და თქო მის მეგობარი აკეთებს ბათუმში ამას. შეიძლება იყოს 1-2 კიდე თბილისში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, და რესურსები ძალიან მწირია ადამიანური დამეთანხმებით, ალბათ, როგორც თქვენც აღნიშნეთ.
და აი ამას ემსახურებოდა ზუსტად ეს ჩვენი იდეა, რომ დავიწყოთ ამაზე ფიქრი, ამაზე საუბარი და ამაზე მუშაობა. და მე რა თქმა უნდა ავტომატურად გაჩნდება ეს ბმები და საჭიროებები სხვადასხვა პროგრამებთან მიმართებაში. ეხლა ჩვენ დავინახეთ მე რა პროგრამებშიც მონაწილეობ, ეხლა ინფორმაციის ტექნოლოგია, ქსელი და სისტემები და აი ეს პროგრამებთან მაქვს შეხება როგორც მასწავლებელს და ამიტომ დავინახე ეს ბმა ამ თემატიკის. რა თქმა უნდა, სხვა პროგრამაშიც იქნება მსგავსი ბმის ესე ვთქვათ საჭიროება, ხო? როგორც გიგამაღნიშნა ტელეკომუნიკაციების მიმართულებით ხო არსებობს უმაღლესი და პროფესიული საგამოძიებელო პროგრამები. იქ უფრო მეტად არის საჭირო ეს ამბავი, ხო? ზოგადად ახლა თუ საგამოძიებელო პროგრამა არ არსებობს, ზოგადად ორგანიზაცია ხო არსებობს, კაცო? არსებობს სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციები, არის პროვაიდერები, ინტერნეტ სერვის პროვაიდერები, მსხვილები, რომლებსაც აქვთ ეს ახალი ტექნოლოგიები დანერგილი, 5G აქვს დანერგილი მაგალითად აქთის და სხვაებიც ცდილობენ, რომ ეს დანერგონ. ხო და ეს ავტომატურად იწვევს საჭიროებას კადრებისას. იაზრო, ბოდიში ჩაგეკითხები გეთაყვა რა. ამ წუთას მე როგორი კუთხით უყურებ, ხა თემა რო აქტუალურია, ბაზარზე მოთხოვნა რო ზარდი იქნება ასეთ სპეციალისტების და რაღაცა ეს სადისკუსიო თემაც არ არის. ამ წუთას ჩემი ფიქრი არის თქვენ ხო ცდილობთ რომ ამ თქვენი სასწავლო რესურსის ამ თემატიკის დაკავშირება, ინტეგრირება, რა ვიცი, რა დავარქვათ, პროფესიულ სწავლებაში. ამჟამად ამ წუთასვე, ხო? გამოვყავით სამიზნედ სამი საგანმანათლებლო პროგრამა, ხო, რომელშიც მოიაზრება ეს თემატიკა როგორც ერთ-ერთი მშობლიური, ასე ვთქვათ. ეხა უფრო მეტი ინტეგრაციისთვის, მეტი გამოყენებისთვის, მე კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ აი კლასგარეშე დამატებითი რაღაცა სტატუსის მიღმა, სავალდებულო ან რაღაცა ინტეგრირება რომ მოხდეს სწავლების პროცესში. ხო არ შეიძლება ამ თქვენს პროგრამას მოყვეს გაგრძელება, რომ მაგალითად ისე ვიძახი ხა ექსპრომტად ინიცირდეს თუნდაც არჩევითი მოდული ზუსტად თქვენს მიერ შექმნილი თემატიკიდან გამომდინარე ამ სქემაზე აგებული. ერთ-ერთი შეიძლება ეს გზა იყოს. ან როგორიღაც იქ ქსელის გაფართოების ისა რო არის მოდული ქსელის ადმინისტრირებაში, ნუ ახალი მოდიფიკაციის იმით ზუსტის დასახელება არ მახსოვს, როგორიც არის, იქ გაჩნდეს თვალნათლივ სწავლის შედეგი, რომელიც ზუსტად ამ თემატიკაზე არის მიბმული და უკვე მიმდინარედ დავიწყოთ საუბარი იმაზე, რომ არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში მოხდეს სრულფასოვანი ინტეგრირება ამ თემატიკის ამ სასწავლო მასალის არსებობიდან, ამ პრივილეგიებიდან გამომდინარე და სანამ ვალიდაცია მიმდინარეობს ხა იმ პროგრამის, აი ხვალე არის შეხვედრა სიტყვაზე და მოამზადოთ რაღაცა ისეთი, რომ აი იქნება და მოესწროს, სანამ დამტკიცდება იქ შეტანა ან არჩევით მოდულად, ან ზუსტად სწავლის შედეგად, ან რაღაცა ისეთი ფორმით, რომ მხოლოდ დამხმარე ან დამატებითი კლასგარეშე ის სტატუსი კი არ შეიძინოს ამ წუთასვე, არამედ იყოს ვალდებულებითი სწავლის და შედარებითი დადასტურების აუცილებლობა და ის ორი კრედიტი რო ახსენე, ის ორი კრედიტი იყოს იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემავალი ორი კრედიტი. რა ვიცი, ესე რომ თავიდანაც ხო გავიგე, მე თქვენი ისა რა ქვია იდეა, მეც ხარს უჭერ, იმიტომ რომ ეს ახლა ისეთი თემა არ არის, მართლა რომანი რო უნდა წაიკითხო და რაღაცა კლასგარეშე ლიტერატურა თლათმასეც არ არის საქმე. ნებისმიერმა ქსელის ადმინისტრატორმა თუ, რა ვიცი, ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანმა აი ეს ელემენტალური საკითხები უნდა იცოდეს, ახლა პროტოკოლები რო უნდა იცოდეს და 5G-ის სიხშირე რამდენია, 4G-ის სიხშირე რით განსხვავდება ერთმანეთისგან. ახლა მესამე თაობა, მეოთხე თაობა რო რით განსხვავდება, ხო იცის მხარდაჭერის სპეციალისტმა დღეს, ხო? იცის იმიტომ რომ ეს ტექნოლოგიები უკვე არსებობს ჩვენთან და ფართოდ გამოიყენება. ხო და ახლა რო დაამთავრებენ ეს სტუდენტები 2 წლის შემდეგ, ვინც ახლა სწავლობს, უკვე მათ დახვდებათ ეს პლატფორმები, ანუ 5G უკვე ფართოდ იქნება გავრცელებული.
ხო და თუ არ ეწოდინებათ, როგორ მოემსახურება, ხო? ბუნებრივია ეს აუცილებელი საჭიროებაა მათთვის, ეს ცოდნა. ხო და გეთანხმებით, რა თქმა უნდა, მაგ ნაწილში, რომ ან არჩევითი მოდული, ან სავალდებულო მოდული იყოს ერთგვარად, იმიტომ რომ მწირი არის ზოგადად სასწავლო მასალა, მე ახლა ძალიან გამიჭირდა მაგალითად მას შემდეგ, რომ Cisco-მ ქართულენოვანი რესურსი თანთარგმნი შეაჩერა, იმიტომ რომ ძველი პლატფორმა იყო, 6.0 იყო ვერსია და ფაქტობრივად ქართულენოვანი ლიტერატურა აღარ დარჩა. იყო აი თქვენი შექმნილი ლიტერატურა, ბატონო გიგა და ისე ზაზა და თქვენი ლადოს მონაწილეობით და კიდევ, რა ვიცი, ვინც იყო ჩართული იმ მასალებში. მაგრამ ეგეც მოძველდა, იმიტომ რომ ეგ შექმნილი იყო ძველ 6 წლის წინ რა ოპერაციული სისტემებიც იყო და მასზე იყო მორგებული. ანუ ამას განახლება ჭირდება ყოველ 3 წელიწადში, ხო და ეს რესურსი, სასწავლო რესურსის დეფიციტი გაჩნდა უკვე. ინგლისური ტექსტიდან ვასწავლით ახლა მაგალითად IT Essentials და CCNA-საც ვასწავლით ინგლისურიდან პირდაპირ. ანუ არ არსებობს ქართულენოვანი მასალა, ხო? თარგმნით იმას, რაღაცა translate-ით ან პლატფორმებზე და ესე ვასწავლით. აქ რაც გვაქვს ჩვენ ძირითადად ქართულად არის ტექსტი და ქართულენოვანი რესურსი გაჩნდა ამ თემატიკაზე. ხო და რავი თუ გაჩნდა, თუ ესე ვთქვათ რაღაც ეს არეული არ არის აქ რამე და საჭირო ტექსტი არის, მე მგონი უნდა გამოვიყენოთ ეს რესურსი, ხო? რა ვიცი. მეც მასე ვფიქრობ ნამდვილად. ხო იაზონ, ნუ ამას ეს რო წარმოადგინოთ ეხა იქ ვინც ამ პროგრამის შემუშავებებზე და რაღაცაზე პასუხი იქ დამატებითი ის კითხვები დაიბადება, რომ ნამდვილად იმ პროფესიის ვინც უნდა გამოვიდეს იმ კაცის სამუშაო მოვალეობები იქნება თუ არა ის რაც ამ თემატიკით არის განხილული ან მატერიალური რესურსებში ცვლილებებს ხო არ გამოიწვევს და რაღაცა და აი ეს მთლიანი რაღაცა თუ იქნება შეკრული, შეგვიძლია ეხავე წარუდგინოთ ეს საბამის გადაწყვეტილების მიმღებებს და ვალიდაციის ეტაპს რო გადის ის ორი პროგრამა იქ აისახოს, რა ვიცი თქვენ როგორც ფიქრობთ. მე თქვენ მიტო შეგაწუხეთ დღეს და მიტო შევიკრიბეთ, რომ ამ საკითხებზე გვემსჩება და თქვენგან წამოსულიყო მსგავსი ინიციატივა. ეხლა ჩვენგან ინიციატივაზე მეტი არის, რაც გავაკეთეთ ეხლა ამ ფარგლებში. მაგრამ იცით არის, ეხლა ყველაფერი ჩვენგან რო გავაკეთეთ, რომ არის ჩვენ რაც გავაკეთეთ ეს მნიშვნელოვანია და მოდით ეხლა თქვენ შეიტანეთ რომელიმე პროგრამაში და ამის დადასტურებები დავიწყოთ, ცოტა რაღაც უხერხული მგონია რატომღაც, არ ვიცი, შეიძლება ვცდები. თუმცა დავაფიქსირებ. ეთანხმებით, თუნდაც აი სიტყვაზე ეხლა თუ არ მოესწრება, მაგრამ ცალკე რო იყოს გადამზადების პროგრამა უკვე კურსდამთავრებულებისთვის ან იმ ადამიანებისთვის, ვინც მუშაობს და უნდა რომ განვითარდეს ან მიმართულებით, ესეც საქმე იქნება. ეხლა თუ იქნება მაგის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ხვალ მეც ვერ ვთვები, რა ვიცი, მგონი იაზონის ჩაერთვება და ნუ ვისაუბრებთ მაგ თემაზე და ნახოთ რა გამოხმაურება ექნებათ, ეხლა ეს ჩვენი გადაწყვეტი არ არის, ჩვენ რაც ეჭირო იქნება იმას ყველაფერს მოვამზადებთ, დავასაბუთებთ, არგუმენტებს ვიტყვით და ნუ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, იქნება ძალიან კარგი. ანუ მასალა არის ქართულენოვანი, ანუ რესურსი არის და ეს რესურსი რაღაცნაირად გამოვიყენოთ. ყველა წუწუნებს, რომ ქართულენოვანი არ არის მასალები. აი არ არის ბევრი მიმართულები, თქვათ, სისტემური ადმინისტრირების მიმართულებით, Linux-ის მიმართულებით, Excel-ის მიმართულებით და ასე შემდეგ. ქართულენოვანი რესურსების დეფიციტია ზოგადად. ჩემზე კარგად მოიხსენებათ თქვენ ეგ ამბავი. ის რაც გააკეთა ზაზა და ბატონმა ზაზამ და კიდე ჯგუფში თქვენ მონაწილეობით ბატონო გიგა, ლადო და ასე შემდეგ სხვები იმ პროექტის ფარგლებში რო ითარგმნა Cisco-s პლატფორმაზე ის მასალა ძალიან ასე ვთქვათ საჭირო ამბავი იყო, ყველა იყენებს, ეხლა იყენებდა თავის დროზე, მოკლედ ეხლა Cisco-მ შეზღუდა, თორე უნივერსიტეტი, კოლეჯი რამდენი იყო, ყველა სარგებლობდა, ხო, ეს და ძალიან სასარგებლო რესურსი იყო და ასევე შეგვიძლია ახლა ეს რესურსიც
ყველასთვის არის, ყველამ შეიძლება გამოიყენოს როგორც დამხმარე მასალა, რა ვიცი. თუ მათინება იქნება. ამასობაში მე გადავამოწმეს ისა ტელეკომუნიკაციების, ანუ არსებობს ნამდვილად ეგეთი სპეციალიზაცია და მათი მოდულებიც ვნახე. შეიძლება ძველია და ეხლა მუშაობენ ახალზე, 5G საერთოდ არ არის ნახსენები. ეს ერთი. მეორე, ის ფაილიც ვნახე, რა არსებულ მოდულებთან, რა შედეგებთან არის დაკავშირებული. და ნუ ძირითადად გაცნობით პრაქტიკაშიც შეიძლება რაღაც გაცნო, ყველა არ არის სავალდებულო მაგალითად ტელეკურსი, უბრალოდ ნაწილი შესავალი ან წარმოდგენა შეექმნათ ეს და მეორე სისტემების ქსელების მოდულებთან იასონს ძალიან კარგად აქვს გაწერილი თუ რომელ შედეგებთან არის ეს კავშირში. მაგალითად, ხო, ნუ ჯერ მოდულები კომპიუტერული ქსელის სტრუქტურა და აგების პრინციპები, კომპიუტერული ქსელის დამისამართება, ბაზისური ქსელების სერვისების გამართვა, ბაზისური კომუტაცია და მარშრუტიზაცია კომპიუტერულ ქსელებში. და შემდეგ არის უკვე ამ მოდულებში რა შედეგებთან შეიძლება იყოს გამოყენებული შესაბამისი ჩვენი შექმნილი სასწავლო რესურსის თემები. რა ვიცი, მე შემიძლია კიდე ცოტა სწავლებასთან დაკავშირებით არსებობს ესეთი კარგი H5 ინსტრუმენტი, ინტერაქტიული ვიდეო, აი ვიდეოები, რომელიც ჩვენ მართალია სუბტიტრებით ქართულად მხოლოდ YouTube-ზე შეუძლიათ სტუდენტებმა ნახონ, მაგრამ ნუ ვეძებთ იმის საშუალებას და შეიძლება მოვძებნოთ რამე ხან ხელოვნური ინტელექტით, მაგალითად ტრანსკრიფცია ქართულად რო გავაკეთოთ, მაგრამ ჯერჯერობით რაღაცი ვერ მივაგენით ერთია და მეორე კიდევ ხარისხი, ანუ შეზღუდვებია რა თქვენ იცით და ჩვენ კიდევ მასალა ძალიან ბევრი გვაქვს. ინტერაქტიული ვიდეო ძალიან საინტერესოა. და ერთი აქ პრეზენტაცია შეიძლება გახადო ინტერაქტიული და ვიდეოც. რაც შეეხება რამის ჩვენება ხომ არ გინდა, ანუ გაზიარება ხომ არ გინდა ეკრანის? ხო, გავაზიარებდი, კი. მაშინ მე გავთიშავ და თქვენ გაკეთეთ. ეს არის თორემსტები. როგორც მახსოვს, მინუსში დავამატეთ ინტერაქცია და პრეზენტაცია. აი ეს არის. გახსნილი მაქვს, ეხლა ჩავსვი. ანუ აი წერტილები სადაც არის, იქ გამოდის ტესტის კითხვები. ანუ ინტერაქცია ვიდეოს, ახლა ეს 30 წუთიანი ვიდეოა, მაგის მოსმენაც ცოტა მე მაგალითად დიდხანს არ შემიძლია, რა ვიცი, ბევრი ამბობს მაგას, რომ დიდი ხნის ვიდეოებს ვერ უყურებთ და ანუ რომ მოისმენენ, შემდეგ რაღაც ტექსტ დასასრულში გამოდის აი ესეთი კითხვა, აი წერტილები თუ ხედავთ ეკრანებზე, წერტილები სადაც არის, იქ არის ხო, იქ არის აი ეს კითხვები. ანუ რამდენად დაამახსოვრდა მოსმენილი თვით შეფასებისთვის, აფექტიო. ანუ ყურადღების კონცენტრაციისთვის ამავე დროს რაღაც ესეთი ოპერატიული მეხსიერებისთვის ტვინის. მიყვება თუ არა პროცესს, ხარ ჩაეძინა. ხო, ეს არის ძალიან კარგი. შესაბამისად, მე მგონი აქვე მაქვს არა ეს Google-ის პრეზენტაცია, სადღაც გაკეთებული პრეზენტაციაც მასევე და ესეც კარგია, ანუ რამდენად გაიაზრა სტუდენტმა
ანუ პრეზენტაცია იქნება თუ ინტერაქტიული ვიდეო, სადაც თან ეს თავისით ხდება, ანუ ამის მართვა და რაღაც ესეთი არა, ანუ სტუდენტი უსმენს და ამ დროსთან რომ მიდის, უკვე ირთვება ეს კითხვები და შესაბამისად რაღაც ესეთი ინტერაქტიული ხდება ეს თვითონ სწავლების პროცესი. საკმაოდ ბევრი და კარგი H5 ტიპი ინსტრუმენტები აქვს ახალ მოდულს და მაგარი რანარი ვერ ვიხსენებ იმდენი მასალა მოამზადა იასონმა და უკვე საკმაოდ რთულია ნავიგაციაც სიმართლე ვთქვა ამაში ყველაფერში. მოკლედ კოლოსალური შრომა იყო ნამდვილად ჩადებული ამაში და ჯერ კიდევ არ არის დახვეწილი და რაც დიდი თხოვნამ ექნებოდა კრიტიკულად შეხედა თუ რამე შენიშვნები ექნება ან კიდევ რაცა იდეები დაგებადებად მზად ვართ ორივე გავითვალისწინოთ თქვენი შენიშვნები ზოგადად ეს შეხვედრაც ზუსტად ამას ჯერ დრო გვაქვს კიდე რომ ვთქვათ რაღაცები შევცვალოთ ამ პროგრამაში დავამატოთ ჩავასწოროთ რაღაც გამოვაკლოთ რა ვიცი ერთი თვე გვაქვს კიდე ამიტომ იმში ქონახავ ამ კიდე დამოდებში მაგას იმიტომ აღარ მახსოვს რამდენად ის არის არ ვიცი მაგრამ მე როცა მესმის გარშემო აქ 5G ტექნოლოგია არის და მე არის ჭკვიანი სახლის მოდელი და საგნების ინტერნეტი ხო ესეთი ისა და იქ ყველგან ფიგურირებს ხოლმე ეს Arduino-ს თემა და მასზე დაფუძნებით რაღაცა ესეთი სიგნალების გადაცემის და მართვის რაღაცა პროტოტიპების შექმნის და ესეთი რაღაცები გვაქვს არა აქ ეს თემა არ გვაქვს იასონ მე ესე მახსოვს მაგრამ არა Arduino არ გვაქვს სენსორებზე გვაქვს ძირითადად და ძალიან კარგი მასალა გვაქვს ამ სენსორებთან დაკავშირებით მათ შორის ეს ნიშნები, პირობითი ნიშნები როგორ ამოიცნო, რომელი სენსორი, რომელია. ანუ აქ არ არის მხოლოდ ჭკვიანი სახლია, აქ ჩვენ განხილული გვაქვს მრეწველობაშიც 5G-ს და IoT-ს მნიშვნელობა და საბოლოო დავალება გვაქვს ჭკვიანი ქალაქის შუქნიშნების მე მგონი ხო აღარ მახსოვს არა მარტო შუქნიშნები იქ პაკეტ ტრეისერის და ანუ სიმულატორი ჩვენ რაც შეგვეძლო გამოგვეყენებინა უკაცრავად ლილი ანუ ფიზიკურად რახან არ გქონდა ეს ინსტრუმენტები რომ გვეჩვენებია პრაქტიკულად ეს ყველაფერი როგორ მუშაობს არის ერთი პლატფორმა პაკეტ ტრეისერის ყველაზე მორგებული პლატფორმა, სადაც არის ინტეგრირებული IoT მოწყობილობები და პაკეტ ტრეისერში დავალება გვაქვს. რამოდენიმე დავალება, რომელსაც თვითონ სტუდენტი ასრულებს ამ წინარე, ასე ვთქვათ, კონკრეტული, ასე ვთქვათ, მოთხოვნების შესაბამისად. ანუ დავალება არის მოთხოვნა, უნდა იყოს თქვათ ქსელი, უნდა იყოს რაღაცა სენსორი, წყლის, ვიცი ტემპერატურის, სითბოსი თუ მოძრაობის თუ რაღაცა ეს სენსორები უნდა იყოს დაყენებული და კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად უნდა ააწყოს ამ პლატფორმაზე სტუდენტმა. ამით ეს ვთქვათ გაიაზრებს, როგორ მუშაობს ეს თეორიულად სიმულაციას გააკეთებს პაკეტ ტრეისერში, მაგრამ ფიზიკურად როგორ მოხდება ეს Arduino-s პლატფორმაზე მოხდება თუ სხვაგან უამრავი სხვა მოწყობილობები არის დღეს მზა, ასე ვთქვათ, კავშირებისთვის. ამაზე ზურაბი უფრო კარგად გვეტყოდა ამ თემაზე. ეს უკვე ცალკე საკითხია, ხო? ანუ იქ ინდუსტრიაში რა მას გამოიყენებს მოწყობილობას, რომელ ბრენდს გამოიყენებს, ეს სხვა საკითხია. ჩვენ უბრალოდ თეორიულად ეს მიზანი გქონდა, რომ თეორიულად გავაგებინოთ რა როგორ მუშაობს. და რა წესები, პროტოკოლები თუ სისტემა როგორ არის აწყობილი და როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენ, აი ამაზე გქონდა ორიენტირი. ну Arduino-ც ავზი კი შეიძლება ერთი მაგალითი Arduino-ზე გააკეთო და ამატო ესე ვთქვათ, მაგრამ Arduino ძირითადად რობოტექნიკისთვის არის, მე ესე ვიცი.
და Arduino-ს packet tracer-საც აქვს შიგნით, ანუ სიმულატორი. ფიზიკურად არ აქვს, უბრალოდ ამის თქვა მინდოდა, ანუ ფიზიკურად ეს დისტანციური სწავლების ფორმა არის და ფიზიკურად ვერ საჩვენებ, ხო რა ვიცი. კოლეჯში შეუძლია თვითონ ლაბორატორიულ, ასე ვთქვათ, გარემოში, ოთახში შეიძინოთ რაღაცა ასეთი აღჭურვილობა და ასწავლოს მასწავლებელმა, თავისუფლად შეუძლია კოლეჯში. ხო, აი საბოლოო პროექტი გვაქვს ჩვენ ესეთი, ესე ვთქვათ, შეფასებისთვის, ეს არის 5G და IoT-ის გამოყენება ჭკვიანი ქალაქის განვითარების პროცესში. ანუ დავალება ესეთი, რომ ინოვაციური გადაწყვეტილების პროექტები, ანუ ეს არის პროექტი. მიზნები არის 5G ტექნოლოგიის უპირატესობის გაგება, გადაწყვეტილების პრაქტიკული დაგეგმვის უნარით შემუშავება და კრიტიკული აზროვნების განვითარება, გუნდური მუშაობის უნარების გამოვლენა. და ნუ აქ რა არის? ტექნოლოგიური კომპანია საკონსტიტუციო გუნდია და თბილისის მერიას, თბილისის ქალაქ თბილისს უნდა ჭკვიანი ქალაქის კონცეფციის შემუშავება 5G და IoT ტექნოლოგიების გამოყენებით. ნუ მაგალითად საგზაო მოძრაობის ჭკვიანი მართვა, რა უნდა გააკეთოს სტუდენტებმა, მოიძიოს IoT სენსორების სისტემები საგზაო მოძრაობის ოპტიმიზაციისთვის, დაგეგმოს რეალურ დროში მონაცემების შეგროვება და ანალიზი. შემოგთავაზოს მოძრაობის მართვის ინოვაციური მოდელი. ნუ აი ესეთ და ნუ ამ იდეის შესახებ მოახდინოს SWOT ანალიზი და ასევე პროექტი დაწეროს და პრეზენტაცია წარმოადგინოს ჯგუფური მუშაობა თუ აქ წყვილებში არ მახსოვს. მოკლედ აი ეგ ჯგუფში შეიძლება გაკეთდეს. ხო. ანუ აი ეს იქნება საერთო ჯამში, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოყენების მაგალითი. ახლა ეს რეალობაში ნამდვილად ძნელია ყველაფერი გაკეთდეს, მაგრამ რაღაც სიმულაციებით და რაღაც თუნდაც მონაცემების დაგროვება, მასალა, სქემები, დიაგრამები, ტექნიკური დეტალების ახსნა, მონაცემების მოგროვება, ანალიზი, სიზუსტე, სენსორული პრაქტიკების, ესეც რაღაც ესეთი ნაჩვენებია, რომელიც სტუდენტს სამომავლოდ გამოადგება თავის საქმიანობაში. ერთ სიტყვით, რა ვიცი, სულ ეს არის მე ხმდი არის თქმა არ მინდა, ტესტებიც საკმაოდ ბევრი გვაქვს და სერტიფიკატიც გვაქვს შემუშავებული. ხო, Arduino-ზე ვიფიქრებთ, ხო? ისა ბატონო რა. კარგი იდეა ხა ხომ არ გაქვთ რამე რომელიმეს. თემა შეიძლება დავამატოთ საქმე რა, Arduino-ს მაგალითი მარტივი რაღაც, იმიტომ რომ საკმაოდ მოცულობითი არის უკვე ჯერ ერთი და მეორე კიდევ ფართო საკითხიც არის. ასე ყველაფერს ერთად თავს ვერ მოუყრი ალბათ ერთ სასწავლო კურსში და რაც შეეხება 2 კრედიტს კი არა, იმ მასალიდან გამომდინარე, მე მგონი მინიმუმ 4 კრედიტია საჭირო. შეიძლება 5-იც. ესე რომ გააჩნია რა სიღრმეში ჩავალთ და როგორ ასე ვთქვათ ვასწავლეთ რა დონეზე. ნუ ახლა თუ ამ სამუშაოს შესრულებისთვის რამდენი დროა ხოლმე გამოყოფილი აი პროექტის ფარგლებში? 3 თვეა. 3 თვე, ხო? ერთი თვე დაგჭა კიდე წინ 15 მარტამდე, 14 მარტამდე გვაქვს დრო. ეს პერიოდულად ცხადდება, კიდე როდის არის მაგალითად? კი, აწირა იქნება ვინ იცის, USAID-ის დაფინანსებული იყო. მე მგონი დავივიწყოთ საერთოდ დონორები და რაღაცა იდეები და ასე შემდეგ. USAID-ის უზარმაზარი დიდი პროექტი იყო. ნუ ხა თუ მთავრობა დააფინანსებს, კი ბატონო, მაგრამ მთავრობის არა, იქ არის ეს საკითხი, რომ ეს პროგრამების მოდიფიკაცია და ის რო ხდება, რეალზმაც ილაპარაკა, სასწავლო რესურსების დეფიციტი არის, რა ვიცი რა, როგორიც არის და ეხლა იქ შესაქმნელია ეს რესურსი, ან ასეთი პროექტებით უნდა შეიქმნას, ან სხვა მიზნობრივი რაღაცები უნდა მოიფიქრონ. ეხლა ისე რა აზრი აქვს ეხლა იმის აქტუალობების წარმოჩენას, რაღაც გამყარებული უნდა იყოს. ეს ეხლა მშვენიერია და აგერ ერთ თემატიკას ეხმაურება. არის კიდე პარალელური თემატიკები, რომლებიც შესავსებია და ასათვისებელია.
რა თქმა უნდა, გლობალური საკითხია, გლობალური თავის ტკივილია, თავსატეხია ჩვენი. ზოგადად თუმცა ისრაელის პროექტით ორჯერ წელიწადში უნდა ყოფილიყო და ეს გაზაფხულზე დაწყებული პროექტი ჩვენ დავიწყეთ დეკემბერში მუშაობა, ანუ ერთ ჯერზე ჩამოვიდნენ რა უკვე და მომავალ წელს რა იქნება საერთოდ მაგაზე ახლა მე მგონი ვერავინ გასცემს პასუხს. რაღაც წარმოდგენებიც კი არ აგვაქვს დღევანდელი რეალობით. აი მე ჯამურად მე გიცნობ თქვენ, ვიცი თქვენი პროფესიონალის სულისკვეთება, ადამიანური თვისებები, ყველა მიმართულებით წარმატებას გისურვებთ, მათ შორის ამის ეფექტურად დასრულება დაგვირგვინების საქმეში. წარმატებები, მადლობა დიდი. იმუშავეთ უშურველად საქმიანად ერთად, რა ვიცი, კომუნიკაცია გქონდეს და გამოვა ალბათ მეტნაკლებად. მადლობა გიგა, ჩვენ წარმატებები მეგობრებო, კოლეგებო, გაიხარეთ. მეც ასევე. მადლობა მეგობრებო. ხომ არ გთხოვთ ვინმეს რაიმეს თქმა, ბრძანეთ. ისმენთ ვიღაცას უნდა რაღაცას. თუდად ისმის თქვენი ხმა შორიდან უკაცრავად. თუ ტელეფონით ხართ, გადართეთ დივაისის ხმაზე და უკეთესად გაიგეთ. უკეთეს. მოგწერეთ მაშინ, არ გვესმის კარგად. კარგი, მადლობა მინდა გითხრათ ამ ხელას გვარს სამუშაო რომ შეასრულეთ და მე პირობას გაძლევთ რომ სასწავლო მასალებში ამ რესურსს აუცილებლად გამოვიყენებ. წარმატებები თქვენ. მადლობა და წარმატებები გავიგე, დანარჩენი ვერაფერი ვერ გავიგე. მადლობა. გამოვიყენებო ჩვენს მეო პირობას გაძლევთო რომ გამოვიყენებ სასწავლო პროცესშიო ამ მასალასო. მადლობა რომ დაინტერესდით. მე იაზონ მეც მინდა აუნიშნო ზეგამოცებ გამეთიშა. ანუ ძალიან საინტერესოა მართლა უჩა თქვენ ახართ ხო? კი, უჩა. კახეთიდან გეხმიანებით და ანუ შენ სწორედ აღნიშნე რა, ზუსტად ჯერ მარტო იმის გამო რომ როგორი დეფიციტი გვაქვს ამ ქართულენოვანი ლიტერატურის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა ეს რა და როგორც აი ბატონმა ვანო თქვა კიდე მრავალი მიმართულებით მოკლედ ბევრი საქმე გვაქვს რა ასე ვთქვა და გასაკეთებელი კიდევ და მართლა კაი მასალაა აი მე ახლა რო არ მოგატყუო კარგად ვერ გადავხედე მაგრამ იმდენად საინტერესოა რაღაცნაირად მინდა რომ გადავხედო და ჩემ სტუდენტებსაც გადავაკითხებ ამას თუ იქნება საშუალება გვესტის საშუალება მე მგონი გვესტით შესაძლებელია კი ანუ სტუმრის სტატუსით შეგიძლიათ დაათვალიეროთ საჩქარო არ არის ჩვენ დრო გვაქვს კიდევ რომ თქვენ ესე კარგად საფუძვლიანად გადახედოთ ჩაიკითხოთ თუ რამე კომენტარი გექნებათ ან შენიშვნა კრიტიკული კარგი იქნება რომ იმ შეფასების ფორმაში რაც გვაქვს ეს აღნიშნოთ და ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინებთ რა თქმა უნდა უკაცრავად უჩა ქაჩლიშვილი ხო არა ხარ შენ არა ბიძინაშვილი ბოდიში უჩას ვიცნობ საგარეჯო და ბოჯანიდან ისიც IT-შია და მე უჩა ჩვენ თელავის კოლეჯი პრესტიჟი ვართ და გვაქვს ორივე პროგრამა ინფორმაციული ტექნოლოგიასაც და ქსელები და სისტემების და ძალიან საინტერესოა მართლა რა აი ქართულენოვან ეს იმას რესურს ვეძებ ასე ვთქვა და რავი ხან Google-აო ხან აქეთ ხან იქით და ძალიან ესეთ პრობლემაა თქვენ დიდი სტაჟი გაქვთ ასე ვთქვათ მუშაობის სტუდენტებთან და კოლეჯში ზოგადად და დიდი გამოცდილება გაქვთ მრავალი წლის და კარგად იცით რა გვჭირდება ახლა თანამედროვე მასალა არის რა გვჭირდება სასწავლებლად ხო? კი თავისთავად რა ვიცი მაგას ვცდილობთ ყველა რომ მაქსიმალურად გადავწეთ ცოდნა და სტუდენტებს რაღაც აზე მოვიყვანოთ და ჩავაბათ ამ საქმეში და ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება დარწმუნებული ვარ რა ანუ მე იმით თქმა მინდა რომ ეს ერთი და სხვა მრავალი ესეთი პროექტი რა დიდი მადლობა უნარების სააგენტოს რომ მოგცა ეს შესაძლებლობა ჩვენს რომ ეს სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ჩემთვისაც ძალიან დიდი ეს იყო რა ქვია
შესაძლებლობა ძალიან ბევრი მასალა წავიკითხე, რო არ ყოფილიყო ეს პროექტი, ამდენ მასალას არ წავიკითხავდი, ახლა ჩემი სურვილით, ჩემი დატვირთვიდან გამომდინარე, სამუშაო დატვირთვიდან გამომდინარე, ახლა იძულებული გავხდი, რომ აი სხვადასხვა სასწავლო მასალა წამეკითხა სხვადასხვა კურსებში, რომ შემედარებია, საუკეთესო ამომერჩია, რაღაც ჩამესვა და ამ ჩემი თვითგანვითარებისთვისაც ეს პროფესიული განვითარებისთვისაც ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო და ამისთვის აქ მადლობას ვეტყვი უნარების სააგენტოს საჯაროდ. ომარ გაქვს ვინმე სურვილი კიდევ? ეცნობი სიახლეებს, დასწავლის ახალ სტრატეგიებს, მეთოდებს, კითხვები თუ გაქვთ კიდე ან შენიშვნები გეოდებით. მოგესალმებით, ძალიან საინტერესო კურსია და აქტუალურ თემებს ეხება, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა გამოვიყენოთ. მადლობა, ხალბატონო ლია. თქვენ კოლეჯს წარმოადგენთ უკაცრავად? კი, კოლეჯი ოპიზარი. ოპიზარი. ახალციხეში. ძალიან აქტიური კოლეჯია და კარგი თანამშრომლები ყავს ძალიან ნამდვილად. ხაზი გაუსვა. მადლობა. კეთილი, თუ არ გვინდა რაიმე აზრის დაფიქსირება, ჩვენ ისევ გამოგიგზავნით, ვინც გვესწრება დღეს და ვინც ვერ გვესწრება, გარკვეული მიზეზების გამო, იმ ვალიდაციის ფორმას, Google-ის ფორმა არის, 5 წუთს წაგართმევთ და ძალიან დაგვავალებთ, თუ ამ ფორმას შეგვივსებთ და თქვენი კომპეტენტური აზრი იქ დაფიქსირდება. და თქვენი უკავშირი გვექნება იმ ფორმის საშუალებით. რისთვისაც შევავსებ გონი ხო ჩანს თქვენთან იქ შევსებული მაქვს. აჯერ არ მინახავს, ვინც შეავსეთ კი ბატონო. ლინკი ჩავაგდე აქვე ჩატში და. კი, იმ ლინკიდან გადავედი, დიახ. კარგი, მადლობა. მადლობა, დანაგიგა. კარგი, მადლობა გითხრათ, უღრმესი მადლობა თქვენი ძვირფასი დროის დათმობისთვის ამ დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, რომ კიდევ აგერ საათნახევარი ჩვენთან ერთად ხართ. უღრმესი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში და პირად საქმიანობაში. წარმატებები გაიხარეთ, მადლობა თქვენც. წარმატებები, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მადლობა. მადლობა თქვენ წარმატებები. დავასრულოთ, ხო, ესე იგი ჩაწერას დავასრულოთ. მე 1-5 სკრინი გავაკეთე, ხო საკმარისია, ალბათ თან ჩანაწერიც რა იქნება? კი, ჩანაწერი არის, წემ დავასრულებ ახლა. პასუხებს პასუხები ნახე და ვიმუშავოთ მაგაზე, რომ მეტი იყოს პასუხი. გემშვიდობი მიესალმებ, ძალიან წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა.